მოგესალმებით თქვენ უყურებთ მთავარ 12-ზე მიშა სესიაშვილთან ერთად. საერთაშორისო ტრაფიკინგის სავარაუდო სქემა საქართველოში ნუცხოვრი მედია წერს, რომ თბილისის ცენტრში სასტუმროში ჩინეთის მოქალაქეებს გამოკეტილი ყავთ ტაილანდელი ქალები, რომლებიც იძულებით არიან ჩართულები არალეგალურ სუროგაციის ქსელში. კერძოდ ტრაფიკინგის მსხვერპლ ქალებს აიძულებენ ჩააბარონ კვერცხუჯრედები, ქსელიდან გასვლის შემთხვევაში კი მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. ირკვევა, რომ ტაილანდის მოქალაქე 100-მდე ქალი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა და ისინი თვეების განმავლობაში დატყვევებული ყავთ. სქემის შესახებ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე მსხვერპლმა მოუყვა. ამასთან მთავარს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირის კუთვნილ სახლში იმყოფებოდნენ უცხოეთის მოქალაქე ქალები, რომლებიც ასევე სუროგაციის ქსელში იყვნენ ჩართულები. ირაკლი ბახტაძე მოგვიყვება ტრაფიკინგის მასშტაბური ქსელის შესახებ, რომელიც როგორც ცნობილი ხდება, საქართველოში ოპერირებს. ირაკლი გისმენთ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც მთავარი არხის გუნდი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ იმ ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც საერთაშორისო ტრაფიკინგის სავარაუდო საქმეში მონაწილეობდნენ. ეს არიან ის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში ჩამოყავდათ ტაილანდის მოქალაქე ქალები, რომლებსაც საქართველოში სუროგაციას თავაზობდნენ, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო მანიპულირება მათ კვერცხუჯრედებს აჭრიდნენ. ეს არის ინფორმაცია, რაზეც საუბრობენ ის მოქალაქეები, რომლებიც მსხვერპლი აღმოჩნდნენ საერთაშორისო ტრაფიკინგი. ჩვენ ასევე ექსკლუზიურად გადავიღეთ ის საცხოვრებელი სახლი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს მოტყუებით ჩამოყავდათ საქართველოში ქალები, რომლებსაც კონკრეტულ თანხას უხდიდნენ, მათ უფორმებდნენ ოფიციალურად ხელშეკრულებას და ხელშეკრულების საფუძველზე ქალები სუროგაციის სქემაში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები, თუმცა როგორც ირკვევა და ტაილანდური მედია როგორც იუწყებდა, ქალებს ატყუებდნენ ჩინეთის მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ექსკლუზიურად ჩავწერეთ, რომ ისინი სუროგაციის ნაცვლად ქალებს კვერცხუჯრედებს აცლიდნენ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი და პრინციპში სხვადასხვა მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ქალმა თავი დააღწია ამ საერთაშორისო ტრაფიკინგის სქემას, ისინი უკვე იმყოფებიან ტაილანდში და ექსკლუზიურად მისცეს ინტერვიუები ადგილობრივ მედიას, სადაც ისინი ყვებიან იმ სქემაზე, რომელშიც საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა. ჩვენ ვიმყოფებოდით იმ ადგილას და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე პრესტიჟული ადგილი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ ნაქირავები, როგორც ადგილობრივები, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რამდენიმე თვე აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებიან, თუმცა მათთვის უცნობია თუ რას საქმიანობენ აქ ტაილანდისა და ჩინეთის მოქალაქეები. ადამიანები, რომლებიც სავარაუდო ტრაფიკინგის სქემაში არიან ჩართულები, ჩვენ გვიდასტურებენ იმას, რომ აქ ნამდვილად ყავთ მათ ქალები, რომლებსაც თავაზობენ სუროგაციას, თუმცა არაფერს ამბობენ იმ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდება სხვადასხვა უცხოურ მედიაში, გულისხმობ კვერცხუჯრედების სკანდალს. იქ მყოფი ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ არიან მენეჯერები ამ საქმის და პრინციპში თავადაც გვიდასტურებენ, რომ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქალებთან იმისათვის, რომ ჩაერთონ ამ სქემაში, თუმცა თავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ სუროგაციას, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო მანიპულირებით ისინი სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ. როგორც ჩვენ დაგვიდასტურეს იქ მყოფმა ადამიანებმა, ამ საქმით უკვე დაინტერესებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავად მენეჯერები ამბობენ იმასაც, რომ რამდენიმე ქალმა სუროგაციის გზით, როგორც ამას თავად ამტკიცებენ, აიღეს თანხა და ამის შემდგომ მათ დატოვეს საქართველო, ამის შემდგომ მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და გამოძიება არის დაწყებული. ფაქტობრივად შეგვიძლია ვივარაუდოთ მათივე განმარტებით, რომ ამ საერთაშორისო ტრაფიკინგის სქემით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაცილებით ადრე იცოდა, ვიდრე უცხოურ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ამ ტრაფიკინგის შესახებ, რაც მედიისთვის გახდა ცნობილი. რასაკვირველია, ჩვენ ამ თემაზე ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც მაყურებელს უთხარით, მთავარი არხის გუნდი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე, ექსკლუზიურად გადავიღეთ და ჩავწერეთ ის მოქალაქეები, რომლებიც სავარაუდოდ ამ ტრაფიკინგის საქმეში იყვნენ ჩართულები. Surrogacy center, and we know. Surrogate here? Yes. Yes. Surrogacy center, surrogacy.
ამ შენობაში არის სუროგაციის ცენტრი და ჩვენც აქ ცხოვრობთ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი გოგოა ამ სასტუმროში. დაახლოებით ალბათ 20 იქნება. რა ინფორმაციაც ვრცელდება მედიაში, ყველაფერი ტყუილია. ამ გოგოებს აქ ძალიან კარგი პირობები აქვთ შექმნილი. სამი ტაილანდელი გოგო მოვიდა და აიღეს ფული სუროგაციისთვის. ტაილანდში გაიქცნენ, მას შემდეგ რაც ფული აიღეს. რა თქმა უნდა, დაურეკეთ პოლიციას, ამ შესახებ ქართულმა პოლიციამ ყველაფერი იცის. სუროგატები არიან და თვითონ უნდათ სუროგაცია ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. სამსართულიანი, შუშებიანი. ვიქო ჩინელებიანი. ჩინელები და რა საქმიანობენ? ბევრი არიან? ქალები არიან თუ კაცები? სულ რა ვირო ჩინელები ცხოვრობენ მეტი არაფერი. ესე გამოდიან ხოლმე გარეთ? სუღარით არიან გაწ. შედიან და მთლიანი შენობა ათვისებული აქვთ. ხო. ბავშვები წყავთ თუ იცით? კი, დღეს იგი ჩინელს დაყავდეთ პატარა ბავშვი. ჩვენ ამ თემაზე რამდენიმე კვირა მუშაობთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ შაბათის მთავარის გუნდმა წინა შაბათს მაყურებელს აჩვენა დიდ დიღომში არსებული საცხოვრებელი სახლი, სადაც კონფიდენციალური წყარო გვიყვებოდა, რომ სასულიერო პირს ამ საცხოვრებელ სახლში სუროგაციის ცენტრი ჰქონდა გახსნილი და ჩვენმა კამერამ შაბათის გუნდმა გადაიღო ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები, რომლებიც ამ საცხოვრებელ სახლში ბინადრობდნენ. რაიმე კავშირი აქვს თუ არა ამ ორ საქმეს ერთმანეთთან, რასაკვირველია გამოძიების მიმდინარეობისას ხდება ცნობილი, თუმცა საინტერესოა რასაკვირველია ორივე გარემოება. ერთი არის დიღომში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც სასულიერო პირს ეკუთვნის, სადაც ასევე არიან ტაილანდისა და ჩინეთის მოქალაქეები და ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გადავიღეთ, სადაც საუბარია სუროგაციის ცენტრზე, თუმცა როგორც ირკვევა, ეს არ ყოფილა სუროგაციის ცენტრი და საერთაშორისო სკანდალია ფაქტობრივად. ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება ამ ფაქტზე და როგორც თავად ყვებიან 70 მოქალაქე გამოკითხეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ 3 პირი ადასტურებს იმას, რომ ისინი მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში. სავარაუდოდ ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობისას უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რადგან ეს არის საერთაშორისო ტრაფიკინგის საქმე და ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარა. რადო პირაკლიას ირაკლი ბახტაძე იყო, რომელიც საერთაშორისო ტრაფიკინგის სკანდალზე გვიყვებოდა. შიმშილობის 26-ე დღე ამ დრომდე კლინიკაში რჩება რეჟიმის პოლიტიკური ტყვე მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი უკვე 26 დღეა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს. დღეს ის ადვოკატმა კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოს. გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის პატიმრობას კი ჟურნალისტები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიად აფასებენ. ამასთან ქართული ოცნება აპირებს, რომ კრიტიკული მედიის სამუშაო სივრცე კიდევ უფრო შეზღუდოს ახალი რეპრესიული კანონებით. ნინო გაზდელიანი გვეტყვის მეც ამ თემაზე. ნინო, თუ ვიცით როგორია ჟურნალისტის მდგომარეობა 26 დღიანი შიმშილობის შემდეგ? როგორც ექიმები ამ დღეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ მე-14 დღის შიმშილობიდან მე-14 დღის შემდეგ საკმაოდ რთულდება და იცვლება ადამიანის ორგანიზმში პროცესები, ადამიანის, რომელიც შიმშილობს და არ იღებს არანაირ მედიკამენტს და ის, როგორც ვიცით, მზია ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს, ის აპროტესტებს მის უკანონო დაკავებას და ის არაფერს არ ითხოვს. როგორც ცნობილია, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა და ის, რომ ამ დრომდე კლინიკაში რჩება, სავარაუდოდ ესეც უკვე მიუთითებს იმაზე, რაზეც საუბრობდნენ წინა დღეების განმავლობაში ექიმები, რომ მისი მდგომარეობა არის გართულებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როგორც ცნობილია, მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, თუმცა ასევე მისი უფლებადამცველების შეფასებითაც და ზოგადად ჩვენც რო ვისაუბროთ, საკმაოდ ძალიან ძიმე იყო იმ ინფორმაციის გაგება, როცა მოვისმინეთ, რომ მას მოშიმშილი ადამიანს, რომელიც ამდენ 20 დღეზე მეტია შიმშილობს, პალატაში დაუტოვეს საკვები და მიუხედავად იმისა, რომ მოსთხოვა თავად მზიამაც, რომ ის გაეტანათ, ეს არ გაითვალისწინეს და მხოლოდ მას შემდეგ გაიტანეს ეს
საკვები ოთახიდან, როცა უკვე ადვოკატმაც მიუთითა, მისი უფლებადამცველი ამჟამად იმყოფება ვივამედში და როგორი არის მოშიმშილე პატიმარი პაციენტის მდგომარეობა, მას შემდეგ გავიგებთ, რაც ის დატოვებს უკვე კლინიკას და უფრო დეტალურად გვეცოდინება ინფორმაცია, იგეგმება თუ არა მაგალითად მისი ისევ კლინიკაში დატოვება, თუ ისევ საპატიმროში გადაიყვანენ, როგორც ამას თავად მზიაც ითხოვს. ჩვენ ვესაუბრეთ მის კოლეგებსაც, ნეტგაზეთის დამფუძ რედაქტორს, როგორც იცი, საზოგადოება მზია ამაღლობელი არის გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ის არის მედია მენეჯერი და ბუნებრივია მისი დაკავების შემდეგ ამ გამოცემებს გაურთულდათ საქმიანობა, თუმცა როგორც ნეტგაზეთის რედაქტორმა განაცხადა, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გააგრძელონ საქმიანობა და ყველანაირად გააშუქონ ყველა შესაძლებელი გააშუქონ ის რეალობა, რაც დღეს ქვეყანაში არის, როგორც ცდილობს ქართული ოცნება, საბოლოოდ ჩაახშოს კრიტიკული მედიის ხმა და სწორედ ამას უკავშირებენ იმ დაანონსებულ ინიციატივას ცვლილებების თაობაზე, რომ შეიქმნება მედიის კანონი, რომლის მიხედვითაც გააკონტროლებენ, რამდენად ობიექტურია მედია და ასევე ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი აქ არის, რომ მედიებს აეკრძალებათ უცხოური დაფინანსების გამოყენება და ბუნებრივია მედია საშუალებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ ქართული ოცნების მოკრიტიკე მედია საშუალებები და ზოგადად კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საშუალებები ქვეყანაში აღარ არსებობდეს. ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს არის მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ის დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც შიმშილობს. ამ დროისთვის მზია კვლავ რჩება ვივამედში, როგორც ჩანს, ექიმებმა მიიღეს მისი იქ დატოვების გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, რომ მზიას სურვილი არის, რომ დაბრუნდეს ციხეში, მაგრამ მისი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ციხეში რთული იქნება მისი ჯანმრთელობის მართვა. ცხადია მზიას დაკავებას თვითონაც მზია და ჩვენც განვიხილავთ მედიაზე იმ შეტევის ნაწილად, რაც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ახლა ქართულმა ოცნებამ დაანონსა ახალი რეპრესიული კანონები მედიის საერთოდ გასაუქმებლად. ქართული ოცნება პრაქტიკულად ცდილობს, რომ გააჩუმოს ყველა მედია საშუალება დამოუკიდებელი ყველა კრიტიკული აზრი, მოქალაქეები დატოვოს ალტერნატიული ინფორმაციის გარეშე და ესეთი აკრძალვა ჩვენ ვიცით, სადაც მოხდა. ეს იყო რუსეთში. მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში წავაწყდით წარმოუდგენელ გულგრილობას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომელთაც შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მზიას მდგომარეობას გააუმჯობესებდა. შეგახსენებთ, რომ ის არის რეჟიმის უკანონო ტყვე, ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და რას ემსახურება მთელი ეს სადამსჯელო ოპერაცია ხელისუფლების მხრიდან. ისინი წლების განმავლობაში ფიქრობდნენ და იღებდნენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს და ზომებს იმისთვის, რომ გაერთულებინათ მუშაობა, გაერთულებინათ საარსებო გარემო კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ ამას ახორციელებდნენ. ჩვენ როგორც შეგვეძლო წინააღმდეგობასაც უწევდით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ამგვარი ცვლილებების მიღება მიდის დაჩქარებული ტემპით.
ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მედიის კანონი იქნება ბრიტანული კანონის ანალოგი და მოდელი, თუმცა ჩვენ ასევე გვესმოდა, რომ თავის დროზე იღებდნენ ამერიკულ კანონს, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ მიიღეს უკვე რუსული კანონი, რომელმაც ყველანაირად შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაც და კიდევ უფრო ამის შემდეგ ვიხილეთ არაერთი ცვლილება კანონებში და მათ შორის გაამკაცრეს სულ რამდენიმე დღის წინ უკვე ადმინისტრაციული და იგეგმება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ჩანაწერები და კიდევ უფრო მკაცრდება და ასევე რაც შეეხება ამ მედიის კანონს ამ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით მედიის კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და ასევე განისაზღვრება მექანიზმი ამ სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვისთვის და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც დაფინანსებას ეხება და იმ შემთხვევაში თუ ეს კანონი საბოლოო ჯამში ამუშავდა, ეს იქნება კიდევ ერთი სადამსჯელო კანონი ქართული ოცნების მიერ შემუშავებული და ამოქმედებული და ისინი ამბობენ, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ საბოლოო ჯამში რაც სურს ქართულ ოცნებას ეს იქნება, რომ როგორმე ყველანაირად შეზღუდოს დამოუკიდებელი მედიების არსებობა, ვინაიდან მათ უცხოური დაფინანსების გამოყენება აეკრძალებათ. მადლობ ნინოს ნინო გაზდელიანი იყო. უკვე 20 დღეში მშილობს თემურ ქათამაძეც, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მეტროშის სახელით იცნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პენტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვთ არც მისი უფლებების დამცველებს და არც სახალხო დამცველს. ადვოკატი ამბობს, რომ ბათუმელი მეტროშე დასუსტებულია, რის გამოც მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებას ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოვუწოდებ ჩინეგან საქმეთა სამინისტროს და უყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა კვლევები utardeba თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს. ამასთან მიუმართავთ სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი დააკავეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე თესეულის შენობის მიმდებარედ მოხდა, სადაც უკვე 25 დღეა გრძელდება სტუდენტების პროტესტი ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მარიამ ელიბაშვილი მოგვიყვება ადმინისტრაციული წესით დაკავებული სტუდენტების შესახებ. მარიამ, სად არიან ამ დროისთვის ახალგაზრდები და რა შედარება მათ გამოწვია? გუშინ გვიან ღამით გადააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი არჩილ გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაკაძე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას 173 მუხლზე დავება გამოძიება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდები აპირებდნენ, რომ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო სტენსილები გაეკეთებინათ. სწორედ ამ დროს მოხდა მათი დაკავება. ამ წუთებში ისინი იმყოფებიან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა, როგორც ადვოკატები აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ვინაიდან ახალგაზრდებს სტენსილი და არც პულივიზატორის წარწერა გაკეთებული არ ჰქონდათ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. როგორც დაკავებულების პოზიცია გაგვაცნეს ადვოკატებმა, ამ ყველაფერს ისინი უკავშირებენ მათ სამოქალაქო პოზიციას. მე შევახსენებ მაყურებელს, 25 დღეა უკვე, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან სტუდენტები და აპროტესტებენ არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და ითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს. დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან იმყოფებოდნენ ასევე დაკავებულის ახლობლები და ოჯახის წევრები. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთი დაკავებულის დედას, რომელიც ამბობს იმას, რომ არარსებული ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი შვილი. რაც შეეხება უშუალოდ ადვოკატების პოზიციას, ისინი როგორც გითხარით ელოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მტკიცებულებებით, თუმცა ამბობენ იმას, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნიათ. გამთენისას იყო პატრულმა, რომ დაგვირეკა და დიღმის იზოლატორში მოათავსეს 3 ახალგაზრდა დაკავებული თესეულის სტუდენტები. ვიტყოდი იმას, რომ აბსურდის თეატრი. ამას ვიტყოდი. დააკავებენ
ერთს გამოვა 10 გაბრაზებული და აკავებენ 10 გამოვა 2 იმდენი გაბრაზებული. ცდილობენ რომ ვინც ცოტა ზედმეტად აქტიურობს განეიტრალონ, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია. ასეთი საქართველოს მოსახლეობაა, რამდენი უნდა დააკავონ. მიმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი რაიმეს წერდა. აკრძალული ნივთი არ არის პულვერიზატორის ქონა, არც ვადასტურებ რომ პულვერიზატორი ქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, აკრძალული ნივთთა კატეგორიაში არ გადის და უკვე ჩვენ ხედავთ, რომ სისტემა იმდენად რეპრესირებულ პოლიტიკას ატარებს, რომ ადამიანებს უკვე იჭერს იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. რაც შეეხება ბატონ არჩილს, მან განაცხადა ის, რომ დააკავეს ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებებს, თუ ეკნევათ რაიმე მტკიცებულება ან ვიდეო ჩანაწერი, როგორც მათ ეყოლებათ მოწმეები, ასევე გვეყოლებათ ჩვენ მოწმეები. ლუკა ხიზაძეს შეხვდი ახლა იზოლატორში და გამიმართა, რომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია. უბრალოდ მას ხელში ეჭირა სტენსილი და აქედან გამომდინარე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოხდა მისი გადამოწმება და შემდგომში აიყვანეს და გადმოიყვანეს სამართლოში. წარწერა იყო ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში, ასევე სიღარიბის საწინააღმდეგოდ და დასრულდეს მილიცია, ასეთი სიტყვით იყო აღნიშნული გამოხატული. სავარაუდოდ 48 საათში უნდა ჩაინიშნოს მათი სასამართლო პროცესი, როგორც ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურ ვადას იყენებს და შემდეგ უკვე რეჟიმის სასამართლო გადაწყვეტს რეალურად სტუდენტებმა ჩაიდინეს თუ არა ადმინისტრაციული კანონდარღვევა. ბრალდოთ მარიამ ელიბაშვილი გვერდთვებოდა მთავარის ეთერში. შეერთებული შტატების კონგრესმა კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტის შინაარსი გამოაქვეყნა. დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთმა სახელმწიფო რგოლმა არ უნდა აღიაროს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმურობა, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი და რომ კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს პერსონალური სანქციების გამოყენება. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ორპარტიულია და მას 5 თანაავტორი ყავს. მათ შორის არის ჯო ვილსონიც, რომელმაც კიდევ ერთხელ გაავრცელა გუშინ განცხადება და თქვა, რომ იქნება ახალი სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ნინო სამყურაშვილი გვეტყვის მეც იმაზე, თუ რა წერია ქართული კოშმარის არაღიარების აქტში. დიახ, ქართული კოშმარის არაღიარების აქტი გამოქვეყნებულია, სწორედ ამ სათაურით არის ეს დოკუმენტი გამოქვეყნებული უკვე კონგრესის საიტზე და მასში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერმა მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების არ უნდა ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან ან მის მარიონეტთან და არ უნდა ჰქონდეს არანაირი ურთიერთობები. ამასთან ერთად დოკუმენტში საუბარი არის იმაზეც, რომ ყველა მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე არის საუბარი, უნდა გაითვალისწინოს ბიძინა ივანიშვილთან და მის მარიონეტებთან დაკავშირებით გლობალური მაგნიტსკის აქტი და ასევე ბრძანება 14.024 და იქ გაწერილი ყველა ის საკითხები, რომელიც მოიცავს როგორც პირველად, ასევე მეორად სანქციებს. ამ შემთხვევაში კონგრესი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების არაღიარების აქტით მიუთითებს იმაზე, რომ გლობალური მაგნიტსკის აქტით ვინც არის დასანქცირებული და ასევე ბრძანება 14.024-ით საუბარი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილზე, რადგანაც ამ ბრძანებით არის დასანქცირებული, მათთან ნებისმიერი კონტაქტი უნდა იყოს აკრძალული და არც ერთი ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი მთავრობა ამ მიმართულებით არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა ეთანამშრომლებოდეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და მის მარიონეტებს და ამასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ამ აქტით ასევე საუბარია იმაზე, რომ როგორც იყო 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, რომ მაშინ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ის არის ლეგიტიმური, ასე უნდა გაგრძელდეს ახლაც და ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სწორედ ის უნდა იყოს აღიარებული. შეერთებული შტატების პოლიტიკა არ აღიაროს ან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი უძღვება. ქართული ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო გამოიყენოს ძალაუფლების სრული პაკეტი, მათ შორის რაც გათვალისწინებულია მაგნიტსკის გლობალურ აქტსა და აღმასრულებელი ბრძანება 14.024-ში, რათა შეაკავოს საქართველოს მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმის ან რუსეთის ფედერაციის ინტერესებში კორუფციული აქტივობა ან საგარეო გავლენის ოპერაციები. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად.
და ქართული ოცნების ქართული კოშმარის უпростоრად არაღიარების აქტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არის უკვე რეგისტრირებული, გამოქვეყნებულია საიტზე. მისი ავტორები არიან როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და ერთ-ერთი მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, არის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება ოლიგარქიულ რეჟიმთან დაკავშირებით, ოლიგარქიული რეჟიმის კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და მან ძალიან ღიად კიდევ ერთხელ დაწერა მინიშნება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში, სანქციები იქნება და ეს სანქციები მოდის კიდევ ერთხელ დაანონსა მან, რომ ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ სანქციები იქნება და ამასთან ერთად გავრცელდა განცხადება, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეთ იალოვიცის და ის პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ დღეს ოლიგარქიული რეჟიმი შეეცდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს, თითქოს ნორმალიზება მოახდინოს, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, რადგანაც ქართულმა ოცნებამ შექმნა სწორედ ისეთი წინაპირობები, მისი თქმით, რაც ვერანაირად ვეღარ მოახერხებს იმას, ოლიგარქიული რეჟიმი ვეღარ შეძლებს იმას, რომ ძველებური ურთიერთობები არსებობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უფრო ვრცლად თუ რაზე საუბრობენ დღეს ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენ სინქრონებში. ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების ბანდიტებმა საქართველოს სპორტსა და მინერალური რესურსებზე წვდომა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შეთავაზების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ. 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით. დიდი ყურადღების მიუხედავად სანქციები მოდის. ტრამპის გუნდი ნამდვილად შეისწავლის ქართული ოცნების პოლიტიკას, რომელიც ამერიკისადმი კრიტიკულია და რუსეთს ემხრობა და შემდეგ იკითხავს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ამ მთავრობის მხარდაჭერა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის ასეთი დიდი ოდენობით. საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვს ტრამპის ყურადღების მოსაპოვებლად, როდესაც მისი ყურადღება სხვაგან იქნება ფოკუსირებული. სახელმწიფო მდივან რუბიოს აქვს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაში ისტორია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს ამჟამინდელ მიმართულებას. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უდიდეს როლს თამაშობს ამერიკის საგარეო დახმარების ზომისა და მიმართულების დადგენაში. კონგრესის საკვანძო რესპუბლიკური წევრები საკმაოდ კრიტიკულები არიან საქართველოს მიმართ და მეტ სანქციებს უჭერენ მხარს. ქართული ოცნება სავარაუდოდ შეეცდება ტრამპის გულისმოგებას მისი რიტორიკის გამოყენებით და ვაშინგტონის ლობისტების დასაქმებით, მაგრამ ეს შესაძლოა ძალიან რთული ბრძოლა იყოს იმ ორმოების გათვალისწინებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამოითხარა. როგორ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ, ამას ჩვენ ალბათ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირებში გავიგებთ. ფაქტი არის ერთი, რომ მაგნიტსკის გლობალური აქტით დასანქცირებული არის ოლიგარქის შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები და ასევე აღმასრულებელი ბრძანება 14.04-ით დასანქცირებული არის თვითონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მთავარი განმარტება, რაც წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული არის იმის გამო, რომ ის მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ მომავალს ძირი გამოუთხარა. მადლობთ ნინო სამყურაშვილი გვიყვებოდა ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე. არალეგიტიმური პარლამენტი კი დაჩქარებული წესით განიხილავს ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო შეზღუდავს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი მუხლი იცვლება და მძიმდება. მათ შორის იზრდება ჯარიმა და პატიმრობის ვადა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის. ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცვლილება ეხება შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევასაც, რომლის შესაბამისი ჯარიმის ოდენობაც ასევე იზრდება. პროტესტალურ ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეპრესიული კანონების გამოყენებით ოლიგარქიული რეჟიმი პროტესტის ჩახშობას და დიქტატურის დამყარებას შეეცდება. ქართული ოცნება არის არადემოკრატიული რეჟიმი, რბილად რო ვთქვათ, და სინამდვილეში ეს ყველა კანონი, ეგრეთ წოდებული კანონი არის საბოლოო ჯამში არაკონსტიტუციური და მათ შორის ემსახურება იმას, რომ აქ უბრალოდ იყოს პუტინის რუსეთზე ბევრად უფრო უარესი წესწყობილება და დაახლოებით კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი ფორმაციას, სადაც ვერ გაიხარებს ვერავინ, მათ შორის ვერც რეჟიმის ახლანდელი, ეს ვთქვათ, თანამშრომლები და ისინი, ვინც რეჟიმთან ახლოს არიან. არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც მოახერხებს აი ამ
განწყობის დათრგუნვას. რასაკვირველია, ამ კანონმდებლობის მიზანი არის პროტესტის ჩახშობა, ეს არის ერთგვარი პანიკური პასუხი იმ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ ვერც ერთი მსგავსი კანონი ამ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას ვერ ჩაახშობს, მეტიც ყველას კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დაანახებს, რომ ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ეს კანონები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით დამყარდეს დიქტატურა. ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების აპოთეოზი დღეს და აი ამის გამარტივებისთვის იღებენ იმ კანონებს, აღასრულებენ, შეიძლება აღასრულონ, მაგრამ დიდი დრო არ ექნება მათ მოქმედებას. გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-არტახსკზე. ამ რაიონში სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. გავრცელებული ცნობით აფეთქება მოხდა აეროდრომის იმ ნაწილზე, სადაც შაჰედის ტიპის დრონების ერთ-ერთი საწყობი იყო განთავსებული. უკრაინის შერაგებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის რეგიონებზე დრონებით თავდასხმა სწორედ პრიმორსკო-ახტარსკიდან ხდებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შესახებ კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებია. ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შესაძლოა მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი. ამის შესახებ ბლუმბერგი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემის ცნობით, ომის მოგვარების გეგმა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა შესაძლოა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოადგინოს, რომელიც 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. როგორც ბლუმბერგი აღნიშნავს, ამერიკის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვებას, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში უკვე 3 საათი დაბრუნდება.